რადიკალური ოპოზიცია და ეგრეთ წოდებული არასამთავრობო სექტორი, სინამდვილეში უცხო სახელმწიფოთა სექტორი, გულისხმობ მდიდარ NGO-ებს, ხადია და არა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რაღაცნაირი არასერიოზული ტონით ცდილობენ თითქოს დააკნინონ ეს ვიზიტი, რომ აი მიმდინარე წელს მეოთხედ ჩავიდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიო, არ ვიცი როგორ დათვალეს, მაგრამ მეოთხედ კი არა, თუ გინდა მეათედ ჩავიდეს. ანუ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი პლატფორმა დღეს. თუ საქმე სჭირდება და თუ სახელმწიფოებრივ ინტერესებს სჭირდება, რა თქმა უნდა, შეიძლება მეათეც იყოს. პირობითად რომ არა, იცით რა არის? ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ იცით რა არის? ძალიან ასე იგი დამაფიქრებელი. ანუ ისინი ვერ გამოვიდნენ ამ ევროპოცენტრული, ასე ვთქვათ, ილუზიიდან, რომ ევროპის გარდა სამყარო არ არსებობს, ევროპის გარდა არავის არსად არ უნდა წავიდეთ, არავის არ უნდა შევხვდეთ, ბოტსვანას ლიდერებთან შეხვედრა სირცხვილია. ჯერთი თვითონ ევროპელი, რამდენად ევროპელები არიან, აქედან გამომდინარე ესეც ჩანს, ანუ ფაქტურად რასისტები არიან. მაგრამ ესეც რომ გვერდით გავწიოთ ეს თემა, თვითონ დასავლელი ლიდერები რიგში დგანან, რომ როგორმე რაღაც ნაწილი მიიღონ იმ გლობალური ეკონომიკური პროექტების, რომელიც დღეს აზიაში ვითარდება და ევროპის და აზიის დაკავშირების, ასე ვთქვათ, პროცესში ცდილობენ, აგერ კირსტრამერი მთელი ერთი კვირა იყო პეკინში, რა ვიცი, ყველაფერზე დაეთანხმა, ყველაფერს ხელი მოაწერა, კანადა თხოვს ჩინეთს სტრატეგიულ პარტნიორობას და მოკლედ ევროპა და ამერიკა თვითონ არის ერთმანეთს ეჯიბრებიან ევროპული ქვეყნები, ვინ უფრო ახლოს მივა აზიურ ეკონომიკასთან. და ჩვენთვის თურმე ამ დროს რაღაც ესეთი სირცხვილია, რომ აბუ-დაბიში 4 ჯერ ჩავიდეთ. ნამდვილად ჯერთი ძალიან საინტერესო საკითხია და კითხვა ზუსტად თქვენი მხრიდან იმადროულად ვიტყოდი რომ გარკვეულწილად რიტორიკულიც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჩვენ ხედავთ თუ რაოდენ არიან აცდენილები რეალობას, აი ეს სკეპტიკოსები თუ საერთო ჯამში რადიკალური ჯგუფები, აგენტურული ჯგუფები, რომლებიც მართლაც გარკვეულ ილუზიებში არიან ჩარჩენილები და არ სურთ არაფრის დიდებით, რომ რეალობას გაუსწორონ თვალი და რაც თავარია ახალ მსოფლიო მოცემულობას, მსოფლიოში ახალ მოცემულობას რაღაცნაირად გაუსწორონ თვალი და ამ კონტექსტში მათთვის რა თქმა უნდა გაუგებარი იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის თუნდაც ეს უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, ეს არის მსოფლიო მთავრობათა სამიტი, ასე ეწოდება, ამ ღონისძიებას, რომელიც იმართება დუბაიში უკვე ამ შემთხვევაში და ჩვენ ვიხილეთ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის შთამბეჭდავი გამოსვლა, მოხსენება იმის თაობაზე, თუ რეალურად რა მიზნები, რა კონკრეტული ამოცანები აქვს საქართველოს იმისათვის, რათა კიდევ უფრო მეტად საინტერესო გახდეს ის როგორც ერთგვარი ჰაბი, სატრანზიტო ჰაბი, მან ისაუბრა იმ პოტენციალზე, რომელიც საქართველოს გააჩნია ენერგორესურსების თვალსაზრისით, მათ შორის ელექტროენერგიის გამომუშავებაზე იყო იქ ლაპარაკი, რომ ფაქტობრივად 3ჯერ უფრო მაღალ მაჩვენებლებზე უნდა გავიდეთ 2035 წლისთვის, ვიდრე ეს არის დღეს. აქვე შემოდის, რა თქმა უნდა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის თემა, რომელიც სხვათა შორის ევროკომისიასაც აქვს თავის პრიორიტეტთა ნუსხაში შეტანილი. ასევე, რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებადობის თემა ხომ არის უმნიშვნელოვანესი და საინვესტიციო გარემო, რომელიც საქართველოში არსებობს, რომელიც ჩვენ შევქმენით და შეიძლება ითქვას მოვიპოვეთ ხომ სწორედ იმ პრაგმატული პოლიტიკის ხარჯზე, რომელიც გამორიცხავდა აი ესე ბრმად სხვადასხვა დავალებების შესრულებას, რაღაც გარკვეულ პროცესებზე თუ აღქმებზე აყოლას და პირიქით კარგად გააზრებული სწორი ნაბიჯებით, ფრთხილი ნაბიჯებით, სამშვიდობო პოლიტიკით, მშვიდობის შენარჩუნებით და ეს არ იყო მარტივი ხომ, ჩვენ თუ გავიხსენებთ განსაკუთრებით აი ბოლო 4 წლის პრიზმაში რომ გავხედოთ ამ თემას და ვისაუბროთ ამ კონტექსტში, ეს იყო ურთულესი ამოცანა, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ ეს შევძელით და ახლა უკვე
კონკრეტული შედეგებიც არ აყოვნებს, ხომ? ჩვენ თუ გადავხედავთ, ანუ ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მასშტაბს, ეს არის მართლაც უპრეცედენტო. და აქ კიდევ ერთხელ ჩვენ საზოგადოებას უნდა მივმართო, რომ ეხლა ინვესტიციების მოზიდვა ცალკე აღებული, რა თქმა უნდა, ეს არ არის თვითმიზანი, საბოლოო მიზანი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე მის ასე ვთქვათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე სამომხმარებლო კალათა იქნება თუ ასე შემდეგ აისახოს ეს ყოველივე, ანუ კეთილდღეობა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, ხო, დეკლარირებული ამოცანა. ეს იქნება სამუშაო ადგილების დაუშვათ მომატება, ეს იქნება ზოგადად ეკონომიკის ზრდა, სოციალური პროექტების მასშტაბის კიდევ უფრო მეტად გაფართოება თუ ასე შემდეგ, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში სწორედაც მიზეზშემდეგობრივ კავშირში არის იმ ძალიან პოზიტიურ დინამიკასთან და იმ ტენდენციებთან, რომელსაც ქართული ეკონომიკა ამ შემთხვევაში აჩვენებს, ხო? და როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყენებს შესაბამის საერთაშორისო ტრიბუნას იმისათვის, რომ ყველას კიდევ ერთხელ ძალიან ხმამაღლა გააგებინოს, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით არის ძალიან საინტერესო სახელმწიფო, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება არ არის დაკავშირებული ბიუროკრატიულ ბარიერებთან, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, რომ საქართველოში კორუფციის მაჩვენებელი არის უკვე ამ შემთხვევაში ძალიან დაბალი და რეგიონში ფაქტობრივად ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა და მივდივართ იმ მიზნისკენ ძალიან მტკიცეთ, რომელიც გულისხმობს, რომ მსოფლიო საუკეთესო სამეულშიც კი უნდა შევიდეთ და აუცილებლად ეს მიზანიც იქნება მიღწეული ერთობლივი ძალისხმევით დარწმუნებულები ვართ. აი ამ ყველაფრის, ესე იგი, ფონზე გამოდიან კონკრეტული პირდაპირ რომ თქვათ ანტიქართული ძალები, მართლაც შეიძლება პასპორტით მხოლოდ და მხოლოდ ჯიბეში რომ უდევთ ქართველები და არა თავისი, ასე ვთქვათ, მსოფლმხედველობით ქართველები და ცდილობენ იმას, რომ რაღაცნაირად აი ესეთი ეჭვი შეიტანონ, თუნდაც მსგავსი ტიპის უნიშნულოვანეს ვიზიტში. ნუ ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ საზოგადოების მხრიდანაც დარწმუნებული ვარ, რომ იქნება სათანადო ძალიან ნეგატიური შეფასების საგანი და მათ შორის თუნდაც აი პოლიტიკურ კონტექსტში რომ გადმოვიტანოთ, ის სრული დაღმასვლა, რომელიც განიცადეს კონკრეტულმა ოპოზიციურმა დაჯგუფებებმა, რადიკალურმა დაჯგუფებებმა კიდევ ერთხელ არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან სწორ შეფასებას აძლევს აი ამ ჯგუფების, ამ ვითომ სკეპტიკოსების, რეალურად კი ვიმეორებ, რადიკალების და აგენტების ნამოქმედარს ჩვენს ქვეყანაში. კი ბატონო, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი აზრით ის აქცენტიც, რომ გარდა ამ ყველაფრისა, რომ აი საქართველოს არის კორუფციის მხრივ ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში, რომ საგადასახადო სისტემა არის მოქნილი და ყველა ის ფაქტორი, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, მშვიდობა. გარდა ამისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა არის ალბათ მომენტი და საუკეთესო მომენტი, რომ ეს შუა დერეფანი მაქსიმალურად გადმოვქაჩოთ ჩვენსკენ, იმიტომ რომ როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ფაქტობრივად ტრადიციული მარშრუტები ჩაკეტილია და მათ ასე ვთქვათ, მათი სტაბილურობის მიმართ კითხვის ნიშნები გაჩნდა. მოკლედ, ის ტრადიციული მარშრუტები, რომლებიც წარსულში გამოიყენებოდა როგორც მთავარი გადამზიდი ღერძები ევროპას და აზიას შორის, აღმოჩნდა, რომ არც ესე სტაბილურია და იქ ხშირად შეიძლება გაჩნდეს ომის ხანძარი. მაშინ როცა საქართველოს უკვე რა თქმა უნდა და ეს ფუნქცია დაკავშირებადობის კუნძულად რჩება ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, ევროპას და აზიას შორის ფაქტობრივად. ნამდვილად, ასე რომ ესე იგი ამ განცხადებების სულისკვეთებას ნამდვილად არათუ ვერ გავიზიარებთ, არამედ კიდევ ერთხელ უბრალოდ ყველა შეიძლება მოუწოდოთ, რომ კარგად დაფიქრდნენ მართლაც, ვიდრე გარკვეულ შეფასებებს გააკეთებენ. ასე გქონდა საუბარი. თორნიკე, თქვენ ძალიან საინტერესო აქცენტი გამოყავით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის თავისთავად ინვესტიციის მოზიდვა, არამედ საბოლოო მიზანი არის ის, რომ ამ ინვესტიციებით ხეირი ნახოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, რომ გაიზარდოს ცხოვრების დონე თითოეული მოქალაქისთვის და ეს ეკონომიკური განვითარება, რომლის საშუალებასაც ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა და სოფლიო, ასე ვთქვათ, სიტუაცია გვაძლევს და გვიქმნის, იგრძნოს თითოეულმა ქართველმა.
ამ კუთხით მე მინდა ხა გადავიდე შემდეგ თემაზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება თქვენს მიერ ხსენებულ საკითხს. ეს არის ფასების საკითხი, სხვათა შორის ეს საკითხიც ხელისუფლებამ შემოიტანა დღის წესრიგში, არა და წესით ოპოზიციას უნდა შემოიტანა, რომელსაც ოპოზიცია პირიქით. ხო, მაღალი ფასების სადარაჯოზე დადგა რადიკალურ ჯგუფებს გულისხმობს. სოფლიოს ისტორიას არ ახსოვს ასეთი რამე. ისტორიაში შეიძლება ხშირად გავიხსენოთ შემთხვევები, როცა ოპოზიცია პირიქით, ასე ვთქვათ, პოპულიზმისკენ იხრება და ამბობს, რომ აი მე თუ ამირჩევთ, ყველაფერი უფასო იქნება, ასეთი შემთხვევები გვახსოვს. მაგრამ მაღალი ფასები კარგიაო, ამას ამბობდეს ოპოზიცია. ესეთი რამე მე არ მახსოვს სოფლიოს ისტორიაში. ამ კუთხითაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არაფრად არ ვარგა ეს ჩვენ რადიკალები და ოპოზიციის როლს ვერ ასრულებენ და დღის წესრიგში არ შემოუტანიათ ეს საკითხი, მთავრობამ შემოიტანა. მთავრობის შემოსატანი რო გახდა ეს საკითხი, ეს უკვე ხო თავისთავად ნიშნავს, რომ ოპოზიცია ამ ქვეყანაში არ არის. ეს ერთი, რა თქმა უნდა, დაკვირვება და ზოგადად ახლა თუ დავაკვირდებით ქართული პოლიტიკა იმ თვალსაზრისით, რასაც ქვია მსგავსი რადიკალური დაჯგუფებების გარკვეული ნაბიჯები, არაერთი პარადოქსით გამოირჩევა, ახლა აღარ დავიწყებ აქ ჩამოთვლას, მაგრამ რომ გადავავლოთ თვალით, თუნდაც უკანასკნელი 1 წელს დაახლოებით დავინახავთ, რომ იმდენად აბსურდული ნაბიჯები, იმდენად აბსურდული განცხადებები, ქმედებები ახასიათებთ, რომ პირდაპირ თავადვე მიდიან თვით ლიკვიდაციისკენ სხვა ხელშემწყობ ფაქტორებს, რომ თავი დავანებოთ. ხა რაც შეეხება კომისიის თემა, საპარლამენტო კომისიაზე მინდა აუცილებლად გამოვეხმაურო. დაწვრილებით ვილაპარაკო. სიამოვნებით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პირდაპირ ხა ჩემს პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირდებოდეს, რა თქმა უნდა, თავისთავად გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი. თქვენ გახსოვთ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღის წესრიგში დააყენა ეს საკითხი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, მაშინვე შეირჩა ორი ძირითადი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც მოხდებოდა დისკუსია, დამუშავება ამ თემების, ერთი საკუთრივ მთავრობის ქოლგის ქვეშ, მთავრობის ასე ვთქვათ ქუდ ქვეშ, როდესაც ასევე საგანგებოდ ამისათვის გარკვეული კომისია იქნა ჩამოყალიბებული და ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ აღნიშნული კომისია მართავდა პერმანენტულად შეხვედრებს გასული პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სუბიექტებთან, რომლებიც შეიძლება იყვნენ ჩართულები ფასწარმოქმნის პროცესში, ზოგადად ხომ ეს დისტრიბუტორები, კონკრეტული ქსელური მარკეტების წარმომადგენლები თუ მეწარმეები თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ასევე არის მეორე ნაწილი ამ პროცესისა, რომელიც უკვე უკავშირდება საქართველოს პარლამენტის წიაღში საპარლამენტო კომისიის, დროებით საპარლამენტო კომისიის შექმნას და ეს კომისია დღეს ნამდვილად შეიქმნა 3 თვის ვადით, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, პარლამენტის რეგლამენტი. და ნუ ახლა არის დარჩენილი თქვარი ტექნიკური ნაწილი, ტექნიკური ეტაპი, როდესაც სახელობითად მოხდება ამ კომისიის დაკომპლექტება და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალბათ უკვე სადღაც ხუთშაბათიდან კომისია თავის მხრივ დაიწყებს მუშაობას და მხარს აუბამს იმ რითმს, რაც შემოგთავაზა ამ შემთხვევაში მთავრობის ფარგლებში შექმნილმა შესაბამისმა კომისიამ, იმიტომ რომ დინამიკა იქაც იყო ძალიან მაღალი, მათ საკმაოდ სერიოზული შრომა გასწიეს მოკლე პერიოდში. ახლა რაც შეეხება უკვე პარლამენტში დაგეგმილ პროცესებს, აქ ერთ-ერთი მთავარი ალბათ განმასხვავებელი, რაც იქნება აქამდე არსებული დისკუსიებისაგან, არის მაქსიმალური გამჭვირვალობა, საჯაროობა, იმიტომ რომ ამ თვალსაზრისით პარლამენტში ბუნებრივია არსებობს შესაბამისი წინაპირობები იმისათვის, რათა ღიად წარიმართოს მსჯელობა იმის თაობაზე, ერთი მხრივ რა უდევს საფუძვლად იმას, რომ აი ასეთი მაღალი ფასნამატი გვაქვს და ეს დაახლოებით უთანაბრდება 86%-ს, ანუ საზღვრიდან კონკრეტული, ესე იგი, ქსელური მარკეტის თუ ზოგადად მაღაზიის დახლამდე და მეორე, როგორ შეიძლება სახელმწიფოს ჩართულობით, თუნდაც კანონმდებლობის გაუმჯობესება იქნება ეცვლებების შეტანა თუ სხვა პრაქტიკული ნაბიჯები, რაც ასევე შეიძლება თავის მხრივ დაუკავშირდეს უკვე აღმასრულებელ ხელისუფლებას, მივიდეთ იმ შედეგამდე, რასაც ქვია ფასების
ფასების შემცირება. როგორც ასე ვთქვათ, გარკვეული წინასწარი პროგნოზი ჩვენ ამას გვეუბნება, ამის რესურსი არსებობს, ეხლა რა თქმა უნდა, ჯერ გადაჭარბებული შეიძლება იყოს იმაზე ლაპარაკი კონკრეტულად, ასე ვთქვათ, რა ფარგლებში შეიძლება შემცირდეს ფასები, თუმცა გარკვეული ოპტიმისტური მიდგომა და ოპტიმისტური ვარაუდი შეიძლება გამოთქვათ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იქნება საგრძნობი თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეზე, მის სამომხმარებლო კალათაზე, მის ყოველდღიურ დაუშვათ ცხოვრებაზე, იმიტომ რომ აქ რეალურად ლაპარაკი არის სასურსათო პროდუქციაზე, ხო? ანუ იმ პროდუქტებზე, იმ გარკვეულ საგნებზე, რომელსაც ჩვენ ადამიანები ყოველდღიურად, ასე ვთქვათ, და რაც მთავარია, ყველა ადამიანი მოიხმარს. ყველა აბსოლუტურად რასაკვირველია ეს რომ იყოს პრობლემა რომ გქონდეს თქვათ ისეთი პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით რომელსაც ყველა არ მოიხმარს და მოიხმარს თქვათ გარკვეული სეგმენტი მხოლოდ თქვათ ფუფუნების საგნები. არა, ამაზე არ არის აქ ლაპარაკი. შეიძლება აქ არ იყოს ზოგჯერ პირიქით თქვათ ხელოვნურად ზრდიან ხოლმე ფას მაგალითად სიგარეტზე ან სხვა ისეთ პროდუქციაზე რომელიც არ არის საუბრობთ. ეს სხვა პოლიტიკის კიდე გაგრძელება არის. ხელოვნურად ცდილობს სახელმწიფო რომ თქვათ შეამციროს მოწევის მაჩვენებლები და აქედან გამომდინარე ზრდის ფას ანუ ისეთ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს რომ ფასი ძალიან მაღალი იყოს, მაგრამ ჩვენ აქ პრობლემა გვაქვს ისეთ პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებსაც ყველა ადამიანისთვის აუცილებელია. რასაკვირველია. პირველადი მოხმარების პროდუქტები და შესაბამისად, აი ნახოთ აპრილის თვისთვის დაგეგმილი არის უკვე ის რომ რაღაცა პირველადი შედეგებით უნდა დასრულდეს ეს სამუშაო პროცესი. ბუნებრივია ეს არის განგრძობადი პროცესი, ეს აპრილის თვე უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ პირველი ეტაპის დასრულებას, მაგრამ აი კონკრეტული სარგებელი, კონკრეტული შედეგი ჩვენმა თანამოქალაქეებმა უნდა იხილონ და იგრძნონ უკვე საკუთარ ჯიბეზე, როგორც იტყვიან, აპრილის ალბათ თვის მიწურულს, როცა პირველადი, ასე ვთქვათ, შემცირება სავარაუდოა რომ განხორციელდება. ძალიან დიდი მოლოდინი აქვს ამ პროცესის მიმართ ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს და საპარლამენტო კომისია, ანუ რადგან სამთავრობოსთან ერთად იქნება საპარლამენტო კომისიაც, ლოგიკური ვარაუდი ჩნდება, რომ სავარაუდოდ საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილებებიც, ალბათ, საპარლამენტო კომისიამ რა უნდა გააკეთოს. და აქედან გამომდინარე ჩნდება იმის იმედიც, რომ ეს პროცესი სტაბილურ გარანტიებს შექმნის იმისთვის, რომ მომავალში გამოირიცხოს ეს კარტელური გარიგებები. მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება კი არა და ნამდვილადაც აი სამთავრობო კომისიის და ბიზნესების შეხვედრის შედეგად შეიძლება ერთჯერადად ფასებმა დაიწიოს, მაგრამ აი უფრო სტაბილური შედეგისთვის საპარლამენტო კომისია ალბათ საპარლამენტო კომისიამ ალბათ უნდა გააუმჯობესოს სადღაც რაღაც მექანიზმებში გვაქვს ალბათ პრობლემა. ძალიან სწორი აქცენტია. ან ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაში ან სადღაც რაღაც ხრელები გვაქვს უეჭველად, რომელიც ამოსავსებია. დიახ, უმნიშვნელოვანესი გარემოება ის, რომ მართლაც სტაბილურობა იყოს შემდგომ უზრუნველყოფილი იმ დაუშვათ თუნდაც დაკლებულ ფასებთან მიმართებით. აქ მხედველობაშია მისაღები ის გარემოება ერთი მხრივ, რომ თუ კი რა თქმა უნდა კანონმდებლობაში იქნება საჭირო შესაბამის ცვლილებების განხორციელება, პარლამენტი ამაზე სათანადო რეაგირებას მოახდენს. მეორე, ხა ისტორიულ კონტექსტში თუ განვიხილავთ ამ საკითხს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისევ და ისევ ნაცმოძრაობის რეჟიმის პირობებში ძალიან ბევრი რამ იქნა პირდაპირ გაფუჭებული, სწორედ თუნდაც საკანონმდებლო დონეზე, რასაც ქვია, აი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დღესასრიგიდან საერთოდაც გაქრობა, ამოღება შესაბამისი ნორმების და ეს თავისთავად მძიმე მემკვიდრეობა იყო, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას დახვდა და ამ კუთხითაც ბუნებრივია იქნება მაქსიმალურად გამახვილებული ყურადღება მათ შორის საპარლამენტო ფორმატში და კიდევ ერთი მომენტი თქვენ თუ დააკვირდით, როდესაც თავდაპირველად დაიწყო სამთავრობო კომისიამ მუშაობა, უფრო მეტად ესე იგი აქცენტი დაისვა
სწორედაც ესე იგი მეწარმეებზე, დისტრიბუტორებზე, ამ მარკეტების წარმომადგენლებზე, მაგრამ შემდგომ უკვე შემოვიდა ამ პროცესში ასევე ესე იგი ბენზინგასამართის სადგურის შესაბამისი დილერები ვინც არიან, ასე ვთქვათ, ასევე შემოვიდნენ პროცესში ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები, ანუ ნავთობიმპორტიორები, ფარმაცევტული ქსელების წარმომადგენლები და ეს თავისთავად ასევე რა თქმა უნდა არის ყოველთვის დაკავშირებული იმასთან, რომ სტაბილურობა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. ამიტომ ჩვენ როგორც იტყვიან არ დავიშურებთ ძალისხმევას ნამდვილად იმისათვის, რათა საუკეთესო გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაუმჯობესებს ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების ხარისხს და მათთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომს გახდის აი სწორედაც იმ პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციას და ზოგადად პირველადი მოხმარების საგნებს. კი ბატონო, მოდი კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბროთ, გავაკეთოთ კომენტარი. ზოგადი ესე იგი განათლების რეფორმა და განათლების რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება. პირველი მოსმენით დღეს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ამ ცვლილებათა პაკეტია, მგონი, ხო? დიახ, რამდენიმე კანონში შედის ცვლილება. ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც გამადიდებელი შუშით აკვირდება ქართული საზოგადოების თითოეული წევრი და მე მინდა თქვენ როგორც უმრავლესობის წარმომადგენელს და პარლამენტის დეპუტატს უმრავლესობიდან კიდევ ერთხელ ავხსნათ ქართულ საზოგადოებას ამ რეფორმის დეტალები იმდენად რამდენადაც ცნობილია ამ ეტაპზე, ამ საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე და მეორე, აი ის გადაწყვეტილება, რომელიც ამ დღეებში ყველაზე დიდი მსჯელობის საგანი გახდა, კერძოდ უნივერსიტეტების გაერთიანება. რატომ გახდა ეს საჭირო და რას ველოდებით ამ ცვლილებისგან? მე ცოტა შორიდან დავიწყებ ამ თემაზე საუბარს თქვენის ნებართვით და კიდევ ერთხელ ჩვენ საზოგადოებას შევახსენებ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ გასულ წელს დაანონსა განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმის ძირითადი მიმართულებები. ეს შეეხება როგორც ერთი მხრივ უმაღლეს განათლებას, ისე ზოგად განათლებას, სასკოლო განათლებას და რა თქმა უნდა ერთმანეთთან ისედაც ძალიან მჭიდრო კავშირში არის ეს ორი სფერო, ეს ორი საფეხური განათლებისა. აქაც უნდა ვთქვათ, რომ ერთი მხრივ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა იყო, რომელიც დახვდა ჩვენს ხელისუფლებას, მეორე მხრივ მთელი რიგი ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, ზოგჯერ შეიძლება სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებითაც გართულდა, რომ აი აქამდე მსგავსი სისტემური მიდგომა და მასშტაბური რეფორმა დაგეგმილიყო განათლების სფეროში. ჩვენ ახლა ბუნებრივია ამაზე გულწრფელად საუბრობთ ჩვენ საზოგადოებასთან, აქ რა თქმა უნდა დასამალი არაფერი არ არის და თვალს უსწორებთ იმ გამოწვევებს, იმ პრობლემებს, რომელიც ამ თვალსაზრისით არსებობს. ერთი რაც აუცილებლად უნდა ვთქვა, როცა საქმე ეხება უმაღლეს განათლებას და საუნივერსიტეტო განათლებას, იყო ტენდენცია განსაკუთრებით ნაცმოძრაობის რეჟიმის ბოლო წლებში 2010-11-12 წლებში, როდესაც კომერციალიზაციისკენ მიდიოდა მთელი სექტორი ფაქტობრივად. ამის პირველადი შედეგები სხვათა შორის მათ დადეს კიდეც, მოახერხეს იქ რამდენიმე უნივერსიტეტის ფაქტობრივად პრივატიზება. მიხვდებით ალბათ, რომელ უნივერსიტეტებზეც არის საუბარი. ერთ შემთხვევაში ქონება იქნა მისაკუთრებული, ვითომ შესყიდული, მაგრამ რეალურად მისაკუთრებასთან შეიძლება ითქვას, რომ ქონდა საქმე, ამის ყველანაირი ნიშნები არსებობს ყოველ შემთხვევაში. მეორე შემთხვევაში პირდაპირ კონკრეტული მაგალითია, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტი კონკრეტულ სფეროში, კონკრეტული პროფილის ასევე იქნა პრივატიზებული და დღესაც ის უნივერსიტეტი ფუნქციონირებს როგორც კერძო უნივერსიტეტი. და ამას ჰქონდა ასევე თავისი სამართლებრივი მხარე. ეს იყო ის, რომ უნივერსიტეტებს, აბსოლუტურად ყველა უნივერსიტეტს შეეცვალა სამართლებრივი სტატუსი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ნაცვლად ისინი ჩამოყალიბდნენ როგორც კერძო სამართლის სუბიექტები, ანუ არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირები. მე ყოველთვის სიამაყით ვიხსენებ იმ ამბავს, რომ რაღაცნაირად მომეცა საშუალება, მათ შორის რა თქმა უნდა ძალიან ბევრ სხვა
გულანთებულ მაშინ ახალგაზრდასთან და სტუდენტთან ერთად, რომ რაღაცნაირად ჩვენი ხმა მიგვეწვინა ხელისუფლებამდე და გვეთქვა, რომ ეს იყო ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ტენდენცია თუ გაგრძელდებოდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მისულიყო საქმე. და მართლაც უკვე ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში 2013 წელს სამართლებრივად დაიწყო ამ სიტუაციამ ცვლილება, ანუ აღდგა ფაქტობრივად ის სამართლებრივი სტატუსი სახელმწიფო უნივერსიტეტებისა, რომელიც იმთავითვე იყო ჩაფიქრებული როგორც იურიდიული ფორმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის. ეს ერთი ასე ვთქვათ ისტორიული ფრაგმენტი, ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება ასე ვისაუბროთ. თუმცა შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინაც საუბრობდით, რომ იყო შესაძლებელი დაფინანსების სისტემა, რომლის გარეშეც ძალიან რთული იყო და არის საუბარი იმაზე, რომ რეალურად გავიდეთ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, გავიდეთ დაუშვათ სამეცნიერო კვლევითი პოტენციალის ზრდაზე, გავიდეთ იმაზე, რომ ინფრასტრუქტურა იქნება გაუმჯობესებული და ასე შემდეგ. ანუ დღემდე მოგეხსენებათ მოქმედებს ეს ვაუჩერული, ეგრეთ წოდებული საგრანტო დაფინანსება, როდესაც ყოველ კონკრეტულ სტუდენტს მიყვება გრანტი 2250 ლარის ოდენობით, როგორც მახსოვს. თუ კი, ის სახელმწიფოსგან ერთი მხრივ 100%-იან დაფინანსებას მიიღებს, ან თავად შეიძლება მოუწიოს ან თანადაფინანსება, ან სრულად დაფარვა ამ თანხისა. ფაქტია, რომ ამ მოდელმა ვერ იმუშავა, ვერ გაამართლა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის თქვა გადმონაშთი და მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება იქნა იმასთან მიღებული, რომ ეს საგრანტო დაფინანსება საერთოდ დღესასრიგიდან იხსნება და სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა თითოეული სტუდენტისთვის აი უკვე ამიერიდან, აი ამ რეფორმის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პირველი შედეგი რაც იქნება აბსოლუტურად უფასო. ანუ საბაზისო დაფინანსება შედის უნივერსიტეტებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სახელმწიფოს მხრიდან, რაც არის, რა თქმა უნდა, დადასტურება სახელმწიფოს ნებისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობისა ზოგადად უნივერსიტეტების წინაშე და საგანმანათლებლო სისტემის წინაშე. და რაც შეეხება ნებას, ნება ბუნებრივი არის ის, რაც ამ რეფორმის მთავარ მიზნად არის აღებული, ეს არის ის, რომ ჩვენი საუნივერსიტეტო განათლების სისტემა გახდეს მოწინავე მსოფლიოში, ჩვენმა უნივერსიტეტებმა გაცილებით უფრო მაღალი ადგილები დაიმსახურონ თუნდაც იმ საერთაშორისო შესაბამის რეიტინგებში თუ ინდექსებში, რომელიც დღეს არსებობს და რაც თავარია ქართველ სტუდენტს ჰქონდეს იმის განცდა, რომ მას არ მოუწევს სადმე სხვაგან წასვლა, რომელიმე სხვა სახელმწიფოში, იმისათვის, რათა ხარისხიანი განათლება მიიღოს და ეს არის მართლაც ეროვნული მნიშვნელობის ინიციატივა. ახლა ბუნებრივია ამ რეფორმას აქვს ძალიან ბევრი შრე, ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მხარე და ერთ-ერთი ეტაპი შეიძლება ითქვას, აი ახლა მიმდინარეობს სამართლებრივ კონტექსტში საქართველოს პარლამენტში, ჩვენ გვქონდა უკვე პირველი ტალღის ცვლილებები, პირობითად რომ ასე ვუწოდოთ, რომელიც გასული წლის მიწურულს განხორციელდა, ახლა ჩვენ ვჯელობთ იმაზე, რომ სამართლებრივი საფუძვლები შეიქმნას იმისათვის, რათა განხორციელდეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში რეორგანიზაცია. ახლა პირდაპირ რომ გითხრათ, სამართლებრივად ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად რომელიმე უნივერსიტეტი რომელიმესთან ერთიანდება, ან რაღაც მსგავსი შერწყმა ხორციელდება, ან ასე შემდეგ. მაგრამ აქ ჩვენ უკვე მოვისმინეთ შესაბამისი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შორის არის დაგეგმილი ორი ალბათ ყველაზე უფრო ტრადიციული და ყველაზე უფრო დიდი ისტორიის მქონე სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანება, ხო? ამას თავისი, რა თქმა უნდა, ასევე ისტორიული წინაპირობები აქვს, შესაბამისი წიაღისვლები შეგვიძლია გავაკეთოთ. აქ ერთი ალბათ რაც სათქმელია გახლავთ ის, რომ მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ახლაც მიმდინარეობს ძალიან აქტიური დისკუსია, დიალოგი სამეცნიერო წრეებთან, საუნივერსიტეტო შესაბამის წრეებთან, იმისათვის, რათა ამ შემთხვევაშიც იმგვარი მოდელი იქნეს შერჩეული, რომელიც იქნება ყველაზე მეტად ოპტიმალური, იმიტომ რომ როცა გაერთიანებაზე ვსაუბრობთ, აქაც ასე ვთქვათ, ამას აქვს სხვადასხვა ქვესისტემები, არის ეგრეთ წოდებული ფედერაციული მოდელი, არის ასე ვთქვათ, უფრო რადიკალური პირდაპირ შერწყმის მოდელი და ასე შემდეგ. ნახოთ, ეს დისკუსია მიმდინარეობს და მე როგორც ვიცი, ძალიან მალე გვექნება კონკრეტული შედეგები. ინტერესით დავაკვირდებით ბუნებრივია ამ პროცესს. მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო ანალიზისთვის, კომენტარებისთვის, შეფასებებისთვის. თორნიკე ჭეიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი იყო ჩვენი სტუმარი. მაყურებელს შევახსენებ პოსტ ანალიტიკა დღეს ამით გემშვიდობებად, ხვალამდე დროებით.
ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოწევით ორმაგდება თქვენი ინსულტის განვითარების რისკი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.